ბრიუს ბაფერი UFC-ს წამყვანი, რომლის გამოცხადების გარეშეც ორგანიზაციაში არც ერთი ისტორიული ბრძოლა არ ჩატარებულა დღემდე. Welterweight contender in the world, Michael Maverick Chiesa! ქართველებს ბაფერი ძალიან კარგად გვახსოვს, სწორედ ბრუსმა გამოაცხადა პირველი ქართველი ჩემპიონები UFC-ში მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია. დიდი იმედი მაქვს, რომ ბაფერი კიდევ ბევრჯერ დაიყვირებს and steals და კიდევ მიაყრის ჩვენი ქართველების გვარებს, როგორც დვალიშვილის, ასევე თოფურიას და იმ ხალხის, რომლებიც აეხლა მოდიან ამ გაყვავილ ბილიკზე. ეხლა კი მოდით გავიცნოთ UFC-ს თავარი ხმა და გავიგოთ როგორ იშოვა 400 მილიონზე მეტი თავისი და თავისი ძმის ხმით. პირველ რიგში რა უნდა ვიცოდეთ ბაფერის შესახებ. ის დაიბადა 1957 წელს ნიუ-ჯერსში. დედამისი იტალიელია, მამა კი ამერიკელი. ბრუსი ბავშვობიდან იყო დაკავებული სერიოზულად ძიუდოთი. 15 წლამდე ის აქტიურად მონაწილეობდა ტურნირებზე და ძალიანაც კარგად ასპარეზობდა. 15 წლის ასაკში ის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მალიბუში გადადის, სადაც უზმაკაცდება ჩაკ ნორისის ორ მოსწავლეს, რომლებმაც დააწყებინეს მას ვარჯიში ტანსუდოში. I don't step on toes, little John. I step on necks. ამ სპორტის სახეობაში ბრუსმა შავი ქამარი მოიპოვა და პარალელურად უყვარდა ტალღებზე სრიალი. იმის მიუხედავად, რომ ბაფერი შეშლილი იყო შერეულ ორთა ბრძოლებზე, დღემდე, როდესაც მას ეკითხებიან, რომელია შენი საყვარელი სპორტი, ის პასუხობს, რომ სერფინგი. 20 წლის ასაკში ის იწყებს აქტიურად ვარჯიშს კრივში, კიკბოქსინგში და MMA-ში ერთდროულად. 22 წლამდე ბრუსი ყველა ამ სახეობაში ასპარეზობდა სამოყვარულო ტურნირებზე და ბოლოს ტვინის შერყევის გამო შეწყვიტა შეხვედრები. მაგრამ ვარჯიშით ის დღემდე ვარჯიშობს და ძალიან კარგ ფორმაშიც არის. აღსანიშნავია, რომ ბაფერი მსოფლიო დონის პოკერის მოთამაშეა. მას პოკერში ბევრი მოუგია და თან ძალიან დიდი ფული. ის უბერავს მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეებთან. ასევე ბრიუს ბაფერი მსახიობია, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ბევრ სერიალში და ფილმში. ის ახმოვანებს თამაშებს და ფილმებს. მოკლედ უნიჭიერესი ადამიანი. ოქტაგონში, როდესაც შევდივარ, მე ვგრძნობ იმ საბრძოლო ენერგიას, რომელიც მან ცუპევს. მაგ დროს ერთადერთი რაზეც ვარ ფოკუსირებული, ეს არის მებრძოლი, რომელსაც მე უყურებ თვალებში. მაგ მომენტში შეიძლება ითქვას, მე მისი ენერგიით ვიკვებები. როდესაც მე იქ ვარ, არ ვფიქრობ იმ მილიონობით ადამიანზე, რომელიც მიყურებს პირდაპირ ეთერში. არც იმ 50,000 მაყურებელზე ვფიქრობ, რომლებიც ანგრევენ ტრიბუნებს ხვირილით. მაგ დროს ჩემთვის არსებობს მხოლოდ მებრძოლი წითელ კუთხეში და მებრძოლი ლურჯ კუთხეში. ეს ჩემი სამსახურია და მე ჩემს საქმეს დიდი სიამოვნები და სიამაყით ვაკეთებ. ალბათ 6 წლის ვიყავი. მამასთან რო შევდიოდი ოთახში ვესალმებოდი და ის იქიდან. შვილო, შენ ხმას მიმართულება მიეცი. ყველას გააგებინე, რომ შენ ოთახში ხარ. ახალგაზრდობაში გატაცებული ვიყავი ბრძოლებით და სერფინგით. მთელი ახალგაზრდობა ვარჯიშობდი. ორთა ბრძოლების სერფინგი, ორთა ბრძოლების სერფინგი. მეტი არაფერი მაინტერესებდა. ბავშვობაში მამა მასწავლიდა, თუ ვინმე გიჩვახებს პირდაპირ შუბში დაარტყიო და არ გაჩერდეს ანამ არ გათიშაო. ჩხუბის დროს არ გაჩერდე არასდროს, რადგან თუ გაჩერდები ჩხუბში, შენ აუცილებლად გცემენ. ერთხელ სანაპიროზე მეგობრებთან ერთად ვერთობოდი და ვიღაცეები მოვარდნენ ყვირილით, რომ პლაჟზე ვიღაცა კაცი ყველას ცემსო. ეს კაცი რო დავინახე, ჩემთვის გავიფიქრე, რამ ხელაა ეს დედა ნაკაჩი, მაგრამ მაინც მივედი და უთხარი დროზე მოხია აქედან. ის ეგრევე ჩემსკენ გამოიწია. ხედავ ჩემსკენ მისი მუშტი მოფრინავს. მე დამოღამებული კომბინაციით ავიცილე მუშტი და მუცეში ვტენე. მერე ფრონკიკი გაუტარე და შევაჯექი. მოკლედ მაგრად ვცემენ. მაისური მთლიანად გაგლეჯილი და გასისხლიანებული იყო. სახში დედამისი იპოვა. სადილის დროს დედამ მკითხა, რა მოხდაო? მე მოუყევია ეს ამბავი. მამა შემომიტრიალდა და მითხრა, ოჩახ შვილო, ეხლა კი გააგრძელე ჭამაო. მე და მამა ჩემი კრივის დიდი გულშემატკივრები ვიყავით და არ ვმაზავდით არც ერთ შეჯიბს. ყველა სერიოზულ ტურნირზე იქ გამოდიოდა წამყვანი. ლამაზი კაცი, სოლიდური ჩაცმული, ის ჯეიმს ბონდს გავდა და ყვიროდა ყველაზე ცნობად ფრაზას.
მაგარი ხმა ქონდა და მე ტელევიზორში დაბლა ეწერებოდა მაიკლ ბაფერი. წარმოიდგინეთ, ჩემი მოგვარე. მაგ პერიოდში მაიკლ ბაფერი იყო ყველაზე ცნობადი წამყვანი დღემდე კრივის. ასევე მას მიყავდა რესლინგი და შერეული ორთაბრძოლები. მის გარეშე არასდროს არ ყოფილა ისეთ ისტორიული შეხვედრები, სადაც ხვდებოდნენ ტაისონი, ჰოლიფილდი და ასე შემდეგ ყველაზე ცნობადი მოკრივეები. ის დღემდე აგრძელებს თავის საქმიანობას, უკვე 80 წლის არის და ჩვეულებრივად მიყავს კრივის მთავარი ბრძოლები და აი ბრუსი იყო მაგისი ყველაზე დიდი თავყანისმცემელი და აი აქ იწყება ყველაზე მთავარი. ერთხელ მამას ვეკითხები მანქანაში. მაიკლ ბაფერი ჩვენი მოგვარია. ხომ არ იცი საერთოდ ვინ არის თქო? მამა კი მპასუხობს, მე მგონი ის შენი ძმა არისო. რა? და ის მიყვება. დედა შენამდეო მეორე მსოფლიო ომის დროს მე ცოლი მყავდაო. მე მომიწია ფრონტზე წასვლა, ამ დროს მან ბიჭი გააჩინაო. მე ჩამოვედი ფრონტიდანო, ჩვენ დავშორდით ერთმანეთს, ბავშვი კი ბოლოს ნახე, როცა ის ორწლინახევრის იყო. 1944 წელს დავიბადე მეორე მსოფლიო ომის დროს. ჩემი მშობლები 18 წლის ასაკში დაქორწინდნენ. მამა ომში გაიწვიეს, დედა კი ორსულად დარჩა. მამა ომიდან ჩამოდის, პრინციპში ისინი ნორმალურადაც არ იცნობდნენ ერთმანეთს და დაშორდნენ. დედა მუშაობის გამო სხვა ოჯახს მიმაბარა და ასე შევიძინე ახალი მშობლები. თუმცა დედა, აი ნამდვილი დედა, ყოველკვირა მაკითხავდა და მივყავდი კინოში. ასე რომ გამოდის ორი დედა და ორი მამა მყავს. ერთხელ მე და მამა კრივს უყურებდით და გამოჩნდა მაიკლი. მამას ეგრევე შევთავაზე. მოდით დაურეკოთ თქო. 1989 წელი იყო, 44 წლის ვიყავი. მითხეს შენ ძმამ დარეკაო და ნომერი დატოვაო. ძალიან გამიხარდა. რა თქმა უნდა გადაურეკე და შევხვდი მთელს ოჯახს. ძმებმა მალევე გაუგეს ერთმანეთს. ისინი თავისუფალ დროს სულ ერთად ატარებდნენ და ერთხელ როდესაც ერთ-ერთ ტურნირზე ბრუსმა თავისი ძმის გამოცხადებას უსმენდა, მან გაიგო მაიკლის ის სიტყვები, რომელიც ვულკანის ამოფრქვევას გავდა. ეს სიტყვები რო გავიგე, მეთქი ამის პატენტი უნდა გავაკეთო აუცილებლად. ეს სიტყვები ყველგან უნდა ფიგურირებდეს ფილმებში, თამაშებში, მოედნებზე და საერთოდ ზოგადად ყველგან. მე მართლა მაგ დროს ვჭირდებოდა ან აგენტი, ან ჩემი წარმომადგენელი. ბრიუსმა კი შემომთავაზა მენეჯერობა და პარტნიორობა. მეც რა თქმა უნდა დავთანხმდი. პირველი კონტრაქტი ამ სიტყვების გამოყენების გავაფორმე კომპიუტერულ თამაშების კომპანიასთან და ნელ-ნელა საქმე წავიდა წინ. მაიკლი თავის საქმეს აკეთებდა, მე კი როგორც მენეჯერი მას ვაპიარებდი და ვაფორმებდი კონტრაქტებს კომპანიებთან. საბოლოო ჯამში ეს ხუთი სიტყვა ისე გავაპიარეთ, რომ 2 წელიწადში მე და ჩემ ძმამ 400 მილიონი დოლარი გამოვიმუშავეთ. ჩვენ უკვე მილიონერები ვიყავით. შეგვეძლო ფეხი-ფეხზე გადაგვედო და აღარ გვემუშავა, მაგრამ მაიკლს უყვარდა თავისი საქმე და იმის მიუხედავად, რომ მე არ ვიყავი წამყვანი, ბევრჯერ მიოცნები ამ პროფესიაზე, რადგან ეს ძალიან საინტერესო საქმე იყო. წარმოიდგინეთ, იცმე უმაგრეს კოსტუმებს, მოგზაურობ მთელ მსოფლიოში, ჩართული ხარ საყვარელ სპორტში. ყოველდღე ხვდები დიდებულ მებრძოლებს. ნამდვილი ჯეიმს ბონდი ვიცხოვრობ. ერთხელ ჩვენ კიკბოქსინგის შეჯიბრზე წავედით. მაიკლმა მითხრა წამოიღე სმოკინგიო. ბრძოლას დღეს შენ წაიყვანო. ჯერ ერთი ბრიუსეს მოეწონა და მეორეთი მას ეს კარგად გამოუვიდა. მერე იყო UFC 6. ჩემ ძმამ ეს ივენთი უმაგრესად წაიყვანა, მაგრამ რესლინგის პრომოუშენმა ჩემ ძმას უკეთესი პირობები შესთავაზა, რაზეც უარი არ უნდა ეთქვა და მის მაგივრად UFC-ს წამყვანად მე შემთავაზა. პირველად დაწყებას ცოტას ვწერავდი. ჩემი ძმის სიტყვების გამოყენება კიდევ არ გამოდიოდა. მინდოდა რამე ჩემი შემექმნა და სწორედ მაშინ დავიყვირე It's time. ხალხს ისე მოეწონა ეს ფრაზა, რომ ქუჩაში რომ მივდიოდი ადამიანები მაჩერებდნენ და ყვიროდნენ It's time. ტურნირებზე 50,000 ადამიანი ჩემთან ერთად რიტმში ყვიროდა ამ სიტყვას. აი მაშინ მივხვდი, რომ მე შევქმენი ჩემ ძმასავით ჩემი მემკვიდრეობა. ძმებმა თავისი ხმით, გამონათქვამებით და ფრაზებით 400 მილიონ დოლარზე მეტი იშოვეს და ჩამოაყალიბეს ესეთი კომპანია Buffer Partners, რომელზეც იყო გაფორმებული ყველა საავტორო უფლება, მაგათი გამონათქვამების საავტორო უფლება და 400 მილიონ დოლარი კი არა, აი მაგათი ბიუჯეტი სადღაცაც კოსმოსში გაფრინდა. ცნობისთვის UFC Bruce Buffer-ს თითო ივენტში უხდის 30,000 დოლარს. ეს დამეთანხმებით კაპიკებია იმასთან შედარებით, თუ რა ბიუჯეტი გააჩნია ბიჭებს. მაგრამ ორივე ძმა იმის მიუხედავად, რომ ესეთ პატარა თანხას უხდიან, მაინც მუშაობენ, ჩათვალეთ უსასყიდლოდ 30,000 დოლარი იმ ტიპისთვის, რომელსაც 500 და 600 მილიონი დოლარი აქვს ანგარიშზე, ძალიან პატარა ფულია დამეთანხმებით, მაგრამ მათ უყვართ თავიანთი საქმე და ამითი ერთგვარად кайფობენ და ნუ რა თქმა უნდა თავის საქმესაც აპიარებენ და თავის ხმასაც აპიარებენ. ბრიუს ძალიან უყვარს თავისი საქმე და რომ დააკვირდეთ მაგის ემოციებს, როგორ მოძრაობს, როგორ ხტება, როგორ აცხადებს, მინდასავით რო ისვრის ხოლმე ამ ფურცლებს გამოცხადების მერე
ერთხელ ჯორჯ სენ-პიერის გამოცხადების დროს ისეთ ემოციებში იყო და ისე ხტუნაობდა, რომ ფეხიც კი მოიტეხა, მაგრამ უყვარს კაცს თავისი საქმე და არანებებს თავს რა. ბრიუს ცალკე შემოსავალი აქვს პოკერიდან და თან ძალიან სერიოზული შემოსავალი აქვს ამ თამაშიდან, იმიტომ რომ ჯერ რეკლამებიდან გამომდინარე ის კაი ფულს აკეთებს და მეორედ ის მსოფლიოში პროფესიონალებში მე მგონი ათეულში შედის და ძალიან მაგრად თამაშობს და ძალიან მაგრად ფულს იგებს რა. მოკლედ ეს ძმები მაგარი ტიპები არიან რა. ხალხს უყვართ ისინი, თვითონ кайფობენ თავიანთ საკაიფო საქმეს აკეთებენ, როგორც თვითონ გაუხარდებათ და ამაში ფულს აკეთებენ. შეგიძლიათ ლიფტის ისტორია მოგვიყვეთ? Ultimate Fighter-ის შოუს ვიღებდით და მთელი გუნდი ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით. მოკლედ მე გოლდბერგი და UFC-ის მებრძოლი ფრენკ ტრიგი მომენტში ერთად ვიყავით ნომერში და გადავწყვიტეთ სასტუმროდან რესტორანში გასვლა. გამოვიძახეთ ლიფტი, იღება კარები და იქ დანა ვაითი და მისი დაცვა დგანან. ჩვენ შევედით შიგნით, კარები დაიხურა და ტრიგმა დაუწყო დანა ვაის რაღაცაზე საუბარი. მე ზოგადად საათების ფანი ვარ. უყურებ ვაიტს ხელზე მაგარი საათი უკეტია. ვა, რა მაგარი საათია თქო და ამ დროს ფრენკი მოტრიალდა და ყეში გაშილ ხელს მირთყავს. დანას რაღაც ხელფაზე ველაპარაკებოდი, ბაფერმა კიდე საუბარი შემაწყვეტინა რაღაცა სირობა საათის გულისთვის, აბა რა უნდა მექნა. ბაფერი არ დაიბნა და ეგრევე დაუშვა ფრენკს. როგორც დანაყვება ეს ისეთი თანაბარი და მაგარი ჩხუბი იყო ლიფტში, რომ არავინ ჩაერია და ყველა ამათ ადევნებდა თვალს. სანამ ლიფტი არ ჩავიდა დაბლა, ბრძოლა ერთი წამითაც არ გაჩერებულა. ლიფტს კი 10 სართული ჰქონდა გასავლელი. მოკლედ ამ ჩხუბში ბაფერმა ფრენკის საათზე ხელი გაიჭრა. იქაურობა სისხლში იყო გასრული და როგორც კი გაიღო ლიფტის კარები, მებრძოლები ეგრევე გაჩერდნენ. თითქოს გონგის ხმამ დაასრულა ეს ბრძოლა. ბრიუსი ეგრევე სამანტყოფოში გააქანეს, დაადეს ნაკერები და უკვე საღამოს ისინი ერთად სანაპიროზე კოქტეილს უბერავდნენ. მე მას ყეში დავარტყი. ტიპს, რომელიც თავისი ხმით მილიონებს აკეთებს. არ ვიცი იმ მომენტში რა დამემართა, არ უნდა გამეკეთებინა რა თქმა უნდა ეს. ჩვენ მართლა უძმაკაცობდით. კარები რო გაიღო, თითქოს გამოვხიზდით. ჩემთვის მეთქი რას ვაკეთებთ? გადავხედეთ ერთმანეთს და ჩავეხუტეთ რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა ჩვენ შევრიგდით, ეს იყო ძმაკაცებს შორის გაუგებრობა. დანა ვაითმა ეს ამბავი ყველას მოუყვა. არ მინდოდა ვინმეს გაიგო, თუმცა ამ ამბიდან პლუსებიც მივიღე. ეხლა უკვე ყველა მიცის რომ UFC-ის წამყვანი ვიღაც ხელწამოსაკრავი ტიპი არ არის. აი ასეთი მაგარი წამყვანი ყავს UFC-ს. თავისით მიაღწია ცხოვრებაში ყველაფერს, იშოვა მაგარი ფული, აკეთებს თავის საყვარელ საქმეს და რომს დაჭირდეს, ხელებსაც ძალიან კარგად იქნევს. იმედია ეს ვიდეო მოგეწონათ და ძალიან მაგრად მაინტერესებს ბოლომდე რამდენი ადამიანი უყურებს ჩემს ვიდეოებს, ასე რომ დაწერეთ ამ პლუსი, ან დაწერე რომ ბოლომდე უყურე, რომ ვიცოდეთ რამდენი ვართ ამ შერეული ორთაბრძოლების ფანატები. მე კიდევ ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.